სპორტის სამინისტროსთან განვითარებული მოვლენები ამ დრომდე მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. თემასთან დაკავშირებით მაესტროს შეკითხვებს ამჯერად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი უპასუხებს. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ბატონო ლევან, თქვენ დღეს შევხვდით მოჭიდავეებს, იცით როგორც სპორტსმენების მოთხოვნები, ისე ლუკა კურტანიძის პოზიცია, როგორია თქვენი შეფასება, რომელი მხარის არგუმენტია თქვენთვის გაცილებით დამაჯერებელი? მოგახსენებთ, არც კვერცხების სროლას და არც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს შედეგის მოტანა არ შეუძლია. უნდა მიღწეული იქნეს ის კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია ასეთ დროს. შესაბამისად, ჩვენ ყველა დამარცხების შემდგომ და ყველანაირად ნაკრების წარუმატებლობის შემდეგ მე ვფიქრობ, ყველანაირად აპელირება იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს ხელმძღვანელობა ფედერაციის, ეს არასწორი იქნება. და ამიტომ ჩვენ გამოვდივართ იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც არის და მოქმედებს დღეს ჭიდაობის ფედერაციაში. ეს გახლავთ წესდება და სწორედ ამ წესდებიდან უნდა ამოვიდეს ჭიდაობის ფედერაცია და იხელმძღვანელოს აი იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელშიც დღეს ის არის. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს წესდებები არ არის ბოლომდე დახვეწილი, ეს პროცესი უნდა იქნას გამიჯნული და აუცილებელია, რომ ყველა მხარე იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს იქნებიან მოწინააღმდეგე მხარე თუ არსებული ფედერაციაც. მაგრამ თავარი ის არის, რომ სპორტსმენები და მწვრთნელები ნაკლებად უნდა ერეოდნენ ამ საკითხებში, იმიტომ რომ მათი საქმე არის მოედანი, დარბაზი, ვარჯიში და შემდეგ შეჯიბრებებში გამოსვლა. ამიტომ ფედერაციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ შექმნილ სიტუაციაზე და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა იძრუნოს, რომელიც დღეს დადგა არსებულ ფედერაციაში. ამიტომ ჩვენ მზათა ვართ ვიკისროთ მედიატორის როლი, რომელსაც ისრულობთ და ჩვენი მოქმედება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ეს ნებათაღელვანი ჩაცხრეს და ყველა დაუბრუნდეს ის სამუშაო ადგილს, რომელსაც ის ასრულებს ამ ეტაპზე. კი ბატონო, სამინისტრომ მედიატორის ფუნქცია დაპირისპირებულ მხარებს შორის იკისრა, თუმცა რა გზით აპირებს ჭიდაობის ფედერაციის შექმნილი ვითარების დარეგულირება საინტერესოა და ასევე საინტერესო, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე აი ამ ურთიერთდაპირისპირების დარეგულირება, არ იყო სამინისტრო და თქვენ მინისტრი არ იყავით ინფორმირებული? ინფორმირებული ჩვენ ვართ ყველა იმ პროცესებზე, რომელიც დღეს ხდება სხვადასხვა ფედერაციებში. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. შესაბამისად, ის დღეს რაც შეიქმნა ეს სიტუაცია, ეს მიზანი მიმართულად მზადდებოდა დიდი ხნის წინ. ამის შესახებ ჩვენ ვიყავით. საბოტაჟზე საუბრობთ? ბატონ, საბოტაჟზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეს მზადდებოდა. ყველას საქართველოში ყავს თავისი მხარდამჭერი, თავისი გვერდზე მდგომი ადამიანი, თვითონ მოჭიდავეები ერთმანეთისთვის, ვინც ეხლა დაუპირისპირეთ ერთმანეთს, არ არიან უცხოები, ისინი ნათელ მირონი თუ ნათესაური კავშირებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ამიტომ აქ არის კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. აქედან გამომდინარე, ის დამარცხება, რა თქმა უნდა, მტკივნეულია ყველა ჩემპიონატის თუ შეჯიბრების შემდგომ. ამიტომ ყველა ჩემპიონატის თუ შეჯიბრების წაგების შემდეგ ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ესა თუ ის პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ეს არ იქნება მართებული. იმ მორალურ პასუხისმგებლობაზე რაც თუმცა გამართებულია ჩემპიონატის და წაგებული თამაშის თქვათ შემდეგ, იგივე თქვათ მწვრთნელების გათავისუფლება. ეს მიზანშეწონილია. მწვრთნელების განთავისუფლება მე რამდენადაც ვიცი, ეხლა შეიქმნა ის კომისია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს თვითონ საჭიდაო ფედერაციის პროცესს, სამუშაო პროცესს. ჩვენ ინფორმირებულები ვართ, რომ მწვრთნელები არ არიან განთავისუფლებულები და ისინი აგრძელებენ თავიანთ მუშაობას. ჩვენ დაველოდებით მოვლენებს, რომელიც 24 ნოემბრამდე ეს სამეთვალყურეო საბჭო დააკვირდება თვითონ მუშაობას, როგორც პრეზიდენტის, ასევე მწვრთნელების და ასე შემდეგ და შემდეგ მოხდება იმ ანგარიშის წარდგენა ასევე ყრილობაზე. დღეს ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა გადაწყვეტილება მივიღოთ დარბაზში, კანონის ფარგლებში. კანონის გარეშე ჩვენ შეუძლებელია რამე მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება არასწორი და ვივიღეთ ის შედეგებს, რასაც მივიღეთ კვერცხების სროლას და უთმაწურ სიტყვების რახარობს. თქვენ თქვით, რომ შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო? შეიქმნა უკვე. ეს გადაწყვეტილება შეიქმნა უკვე. გადაწყვეტილება მიიღო დღევანდელმა საბჭომ, დღევანდელი შეკრება სწორედ მაქით. შემადგენლობა მაინტერესებს ბატონო ლევან თუ შემადგენლობა თქვენ შეგიძლია მიმართოთ ფედერაციას, ჭიდაობის ფედერაციას, სადაც არის შესულები არიან ის ადამიანები, ვინც აირჩიეს და ვინც არ აირჩია კურტანიძე და კურტანიძე აირჩია იმ ხალხმა დღეს, ვინც უკაცრავად ეუნება რომ გადადექიო, ამ ხალხმა აირჩია და ვიღაცამ ხმა არ მისცა.
ამიტომ ეს უნდა მოხდეს ცივილური ფორმით. ჩვენ უნდა შევეცვიოთ, რომ მინისტრმა კი არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სპორტის მინისტრმა ან ქვეყნის პრეზიდენტმა კონკრეტული სპორტის სახეობების განვითარებაზე, ან არამედ იმ სამყარომ. თუ სამყარო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყრილობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ დაინიშნოს არჩევნები, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ შეწინააღმდეგება. გასაგებია, რამდენად მოქმედებდა საინტერესოა ლუკა კურტანიძე გადაწყვეტილების მიღებისას თქვენთან სამინისტროსთან შეთანხმები და თქვათ, რამდენად გამართებულად მიგაჩნიათ მის მემწვრთნელების გათავისუფლების გადაწყვეტილება, მან მიზეზად ჩემპიონატზე მიღწეული ცუდი შედეგი დაასახელა, რაც თქვენც აღნიშნეთ. მიღებული შედეგი მხოლოდ მწვრთნელების პასიურობამ განაპირობა, თქვენი შეფასება როგორია? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ. იმიტომ რომ სახელმწიფო სპორტის სხვადასხვა სახეობებში თანხებს ხარჯავს, ეს არის გადამხდელების თანხები. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ფედერაციების პრეზიდენტების პირველ რიგში არის. ამიტომ ჩვენ მოусმენდა გულისყური და ასე ვთქვათ, გავაკვირდებით ყველა იმ პროცესს, რომელიც წარიმართება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადაწყვეტილება მიიღო იმ საბჭომ, რომელმაც იკისრა ვალდებულება და ნოემბრამდე დააკვირდება ამ პროცესებს, მწვრთნელები გააგრძელებენ ვარჯიშს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს დროებითი ჩაქრობა იქნება სიტუაციის, მაგრამ ეს არ უნდა გაცდეს იმ ჩარჩოებს, რომელზედაც ჩვენ ვიძახით, რომელშიც ცივილური, ნორმალური ურთიერთობა ქვია პრეზიდენტების მუშაობის, პრეზიდენტების არჩევის თუ პრეზიდენტების გადარჩევის. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა. სპორტსმენები კურტანიძის გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზად ბატონო ლევან მხოლოდ ვალდებულებების შეუსრულებლობას არასახლებენ, მათი ბრალდებები გაცილებით მძიმეა, ისეთ როგორც ამაგაზად კორუფცია, პრემიებიდან წილის მოთხოვნა, რამდენად მოხდება თქვათ ამ ბრალდებების შესწავლა პროცესში, ხომ არ იგეგმება საგამოძიებო უწყებათა ჩართვა? მე გეტყვით, რომ ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩაბმული, თუ რაღაცა გადაცდომაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, სამინისტრო აქტიურად იქნება ამაში ჩართული, მაგრამ ბატონო ლევან, კორუფცია და პრემიებიდან წილის მოთხოვნა მხოლოდ გადაცდომაა? უკაცრავად თქვენ ახსენეთ ბრალდებაზეა, ყველამ უნდა გასცეს ამ ბრალდებაზე პასუხი, ამისთვის არსებობენ სპეციალური ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ, თუ ესეთი რამ არსებობს და შესაბამისად ყველამ უნდა მიმართოს სასამართლოს, სასამართლო გადაწყვეტილება არის ის, რაზეც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ თავად კი გავაკეთებთ იმას, რომ შემოწმებული იქნება და არის ყველა ის თითეული კაპიკი, რომელიც მიმართულია კონკრეტული სპორტის სახეობებში დაფინანსებისთვის. საგამოძიებო უწყებათა ჩართვა იგეგმება თუ არ იგეგმება ბატონო ლევან? ჩვენი პრეროგატივა ეს გარგახლავთ, ჩვენ ვამოწმებთ იმ დაფინანსების შესაძლებლობებს, რა შესაძლებლობებითაც ჩვენ პასუხისმგებლები ვართ სპორტის ამ სახეობებში. თუ ეს ბრალდება შეიძლება იყოს ბრალდება და ვიღაცას აქვს კონკრეტული მასალები, ჩვენ მოусმენთ და ეს მასალები შეუძლია პროკურატურაშიც გადასცენ და სხვა უწყებებშიც. ძალიან დიდი მადლობა. შევუწყებ და დავეხმარებით ამ შემთხვევაში, თუ გადაცდომას და დანაშაულს აქ ადგილი. ძალიან დიდი მადლობა მაესტრო. დიდი მადლობა თქვენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი პასუხობდა.